რა ისეთ ვიდეოებს ვდებ ხოლმე, სანდრო ებრძვის თავის თასმას. და ვერ იკრავს რაღაც. რამ სიგრძე თასმა? ეს შემოიქოიოს, რატო არ იხავს? ეს ბალიში ისევ ხარ. იგივე თან არის. მიგდო ბიჭო. მიგდო. სანდრო რეალიტიში ცხოვრობს საწყალი ბავშვი და კიდე ჩემი ერთი ორი მეგობარი. რა შეერხომე? რეალიტიში ცხოვრობენ, სერიალებით არა ეს დებილობებს უსწორა რამდენიმე ადამიანი მყავს იქიდან. მეცნობა ეგეთი ინსტაგრამი. ალბათ. გამარჯობა. ჩაი უნდა მაშოს. ჩაი უნდა მაშოს. ჩაი ხო, ჩაი ძალიან მიყვარს. შემოდგომა ზამთარი. ნაკის ჩაია ეს? ნაკის ჩაია, კი. ძალიან გემრიელი ჩაია ამბობენ. მაგის ნოსალი. რაღაცა ნაკებ თავისი აურა დაგვიტოვა წინა. კაი აურა აქვს მაგას. სულ გესალმები ხოლმე რომ ვნახულობ აქციაზე. ჩვენ ქართველები. გემრიელია. მართლა ხო? მართლა ხო. სუნი ისეთი აქვს საოცარი რომ. რისია? ეს ჩუმად. მალმაზია. ნიგი ჯაჯა. კაცი? რა მციოდა. ჩვენ ვართ ნინა და მაშა და ეს არის ფაქიზი. ეს მე ვარ მაქსიმე. არის მაქსიმე, რომელიც არის ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი. და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. არაჩვეულებრივი ადამიანი. საყვარელი ნეტა რა იცი? საყვარელი წითელი. წითელი. ხო. იცი რა არის? კამერის წინ ძალიან მიჭის ხოლმე. აი ძალიან ხშირად მოსულან ესე რამე და ისე დებილობებს ვეუბნები ხოლმე. ისე დებილობები ხალხო. კამერს უკავა ძალიან ბედნიერი, ძალიან კომფორტულად და ვარ. ანუ ვიღებ და შემიძლია ადამიანს ძალიან კარგად გავხსნა სხვა შეს როგორც ფოტოებში, ისე ვიდეოებში, ბევრი ლაპარაკით. თვითონ მეც? კი, ახლა ეს რო ველაპარაკები, ეს გონიათ რომ უბრალოდ ამაოდ მეტყველი ვარ, მაგრამ არა. ეგ ჩემი ტაქტიკაა, რომ ბერს ველაპარაკები ადამიანს, მე რაღაცა გონება ებნევა და ბევრი ინფორმაციას რო ვაწვდი, ვეღარ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება შერწყოს კამერის წინ და მე ვუღებ ხოლმე რაც წმინდა ვიდეოსაც ფოტოს. მოქმედებს, იცი? კი, ვიცი, მაგრამ დარხულა. ამდენ წელია ვიღებ უკვე. აი მე ვერც კამერის უკან ვარგი ვარ, და ვერც კამერის ანალოგიურად საერთოდ. შენ ხო აქციებსაც იღებ. ხო, აი საბჭოხა რომ აქციებსაც კი არა, რა მაგას ვიცი. მოგიყვები თუ გინდა რა. მაგის მერე უფრო ყველგან მოყვები, იმაზე მაქვს დაყენებული, რომ აი ამომიგდას. მე გავყვები. ყავს რამდენიმე მაგრამ გამორჩეული ვის ფოტოებსაც ვნახო. ძალიან პატივია და მართლა მეხარია ხოლმე არ ვიცი სულ გამხატო მადლობა, მაგრამ ის არის მინდოდა ჩემთვის გადამეღო ლამაზი ადამიანები, უბრალოდ პორტრეტები, ქალები, კაცები, ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ ფოტოებში არა ვერ ვიღებ. ამიტომ კარგი ფოტოგრაფი ვიცი, ვაგზავნე ხოლმე ბავშვებს. დიშვილები ყავს 9 ცალი. არ გადამეღო ფოტო არასოდეს, არ ერთი ორჯერ გადავიღებ, არა რა, ვერ ვიღებ, არ არის ჩემი ბავშვების და ამიტომ ძალიან კარგი ფოტოგრაფი ვიცი. ჩემი დაც დებიც ნათლულიც ყავს პატარა ძმისშვილების დადიან სტუდიაში ფულს იხდიან თავისთვის იღებენ მე არ უღებ. მაგრამ თავის საქმე უნდა ვაკეთოთ ეს მაგას ვამბობ მართლა ვამბობ. მაგითო შველება ამ ქვეყანას და ზოგადად ქვეყნების. ხო, მეც ვთხოვ ხოლმე ჩემს თავს რომ ფოტოები გადამიღეთ ხო და არ მიღებს. დამბალია აი. უშვიც. ყველანაირად შეუძლია რომ ცუდი გამოჩნდეს. ან ფოტოგრაფს ხო არის დამოკიდებული რაღაც ხრივ, რომ აი ვისაც უღებ ის ცუდი არ გამოჩნდეს. შეიძლება უნიჭო. არა და რაღაც ხრივ სულ ფოტოგრაფს ერავია დამოკიდებული. ბავშვობაში ძალიან კარგი ფოტოები გამომდიოდა და ეხლა ვეღარ ახლობლებს ვერც ვერ ვუღებ ნორმალურად. აი მოდი მაგ თემას ჩავუყმავდეთ ეხლა მაინტერესებს. ის რთულია ხოლმე ადამიანის გადაღება ჩემთვის, რავი. იმიტომ რაღაცა ვეღარ ვხედავ ისე რა როგორც მოდელს. ადამიანების გადაღება? არა, ახლობელი ადამიანი. აი მეგობრებს რომ ვიცნობ ადამიანს, სანამ ჩავმეგობრდები, ძალიან კაი სიტუაციაა. მე ძალიან მეზარება ხომ მეუყურე და მეგობრდებით გადაღება და მეორე ისაა რომ რაღაც ვეღარ აღვქვამ ისე რომ მოდელად და რაღაცა ქრება ხოლმე, მაგრამ მაინც ვუღებ ეხა თუ. ალბათ ჩემიდაც მაგიტოვენ მე. ხო, რთულია საკუთარი დის გადაღება. ხო, და იმას ვამბობდი რომ მეთქი ახე მინდოდა გადამოვას ლამაზი ადამიანები, ხან გახტილები, ხან ჩაცმულები, ლამაზ სურათები და მერე დაიწყო აქციები. მანამდეც იყო, მაგრამ ეს აქტიურად არა 2021-ში გავლობის ღამის მერე იყო ეს ძირითადად აქტიური პროტესტი ქვეყანაში ჩვენთან. კი. გავედი ერთხელ აქციაზე, მოკლედ გადავიღე რაღაცა მომეწონა მეგობრებს გადავუღებ. მერე მეორედ გავედი, მერე მესამედ და მერე მივხვდი რომ მომწონდა ის გადაღება ერთი და მერე იმას უფრო მალე მივხვდი რომ უბრალოდ უნდა გავსულიყავი და პროტესტი გავამეხატა მშვიდობიანი გზით რა თქმა უნდა. საკმაოდ რთული არის არა პროტესტის გადაღება. რთული ეხ მარტივი აფერი არის. რთული ჩემს არ არის, იმიტომ რომ რავი, ესე მივეჩვიე წყალში როგორც თევზია ხოლმე. თან ხალხი ძალიან ბევრს რო იცნობ, ეგ უკვე ძალიან დიდი კომფორტია.
ხან ვიღაც გადაღება მიდო ვერ ვეუბნებ ცხენია ხოლმე. პროტესტი შეგიძლია იდეას ჩუმად, იმიტომ რომ შეკრებაა და იმდენი კამერა იღებს ირგვლივ სახეს გამოჩენა თუ არ გინდა და ნიღაბი მაგიტო იყო კაი დაშვებული რომ შეიძლება და ვიღაცას არ უნდა სახეს გამოჩენა ან შეკრება რომ ორი ადამიანი იყოს ისეთი ვინც ერთმანეთთან დაპირისპირებოდა მოხდა ჩხუბი როგორც მახსოვს კანონში ეგრე ეწერა. ეხლა ნიღაბი რო აკრძალეს რაღაცა ვიღაცა შეხვდებით შეიძლება რაღაც შეხლა შემოხლა მოყვეს ან შურის ძიება თუ რაღაც ეგ დებილობა კანონი იყო. დებილობა არა კაი კანონი იყო იდეაში. ხო და ეხლა აკრძალეს ეგ სახეზე და აღარ შეგიძლია და ვეღარც მალავდა ეხლა ვინც დადის არც აფსან მალავს რა. მეც რა ვიწერა რომ მოვდიოდი ვიღაცამ გამაჩერა პოლიციელმა ყავას ვყიდლოდით. ყავა ავიღეთ და გამოვედა ერთი წუთითო და მივხედე ხა ვერ წარმოვიდგენდი კი მაჩერმა ხომ ხშირად ძალიან კრიმპოლმა. სიგარეტი უდესეს და კაცრობა რომ პოლიციიდან ავართ თან ესე მეთქი გამარჯობა. გადაგამო მეთქი მოდი ავიშო. საკანო საწინააღმდეგო ხო არ გიდევს ან ჯერ მარტო მაკითხოს რო გისვამენ. დავი წავხერხულია რა ხო მიდევს აი მოდი. მეთქი რა. რატომ გასრო უთხრა კი იმიდევს დანა ამ რაღაცა 20 სანტიმეტრი. ცხოვრებაში და რა ქორია მეზღება დანები. არანაირი ნარკოტიკი, ალკოჰოლის გარდა და ყავის გარდა არც არ ვიღებ ცხოვრებაში. კარგია. ხო, კაია და მე დამათვალიერა, მეთქი ხო მიდი ფოტო გადამიღო და მე ამ ფოტოს ვაგზავნია, ჩემი ნაცავ მუშაობს ერთი ბიჭი, ის ჩემებს უგზავნის და მე ეს გადაობენ. აი გადაღების დროს რა არის მაგაზე? კი, თქო, ძალიან სახეებით გიყურებენ, თვითონაც გიღებენ, ერთი აგენტი ყავთ ეს ბიჭი რუსთაველი. ყველა ვიცით ოღონდ და აგენტობს. ყველა იცნობს სახელგვარის მე არ ვიცი არ მახსოვს არ მაინტერესებს. ესე იღებს რა. ჩუმჩუმად ვითომ და გადაუღე და დამინახა რომ გადაუღე ზუსტად ამ სახით გადაუღე სურათი ძალიან სასწრაფოა. ოღონდ მე ამოწმებ ძალიან სხედან Facebook-ს და Instagram-ზე როგორც აღმოაჩინა, TikTok-ზე განსაკუთრებით და Facebook-ზე. Instagram-ი კიდიათ მაინც. Instagram-ი შოვლების თაობა ცოტა ნაკლებად არის რა. რა მაქვს? ბარიატრია. ბარიატრია ბარიატრიაც მაქვს და ცოტა აღმოვაჩინე რომ სპექტრიც მაქვს. საუბარში განსაკუთრებით მეტყობა ხოლმე. კი, მე სახლის დალაგებაში. სახლის დალაგება არის ჩემთვის ყველაზე რთული ამოცანა. ჩემთვის არ ვალაგებ. მე ვალაგებ, ოღონდ ვიღაც უნდა იყოს და მიყურებდეს, ან მელაპარაკებოდეს, ან რაღაც რა. თუ მარტო ვარ სახლში, მაშინ ვინმეს ვურეკავ. რომ აი სახლი მაქვს დასალაგებელი და რომ მელაპარაკო ან რაღაც. დამლაგებელი სახლში ვერ მოვყავთ, თუმცა ცხენია ძალიან არეულია. დალაგებელი. ჯერ მე დავალ არა, დავიწყე. რო დამლაგებელი რომ მოიყვანო, დალაგებული უნდა დაახვედო. აი შედარებით რა. ჯერ მე დავალაგებ და მე რაღაც ორ კვირაში ვაირება, მე მინდა ნახე კიდეც დამლაგებელი ძალიან კაი ხალია. ერთ კუთხეში ერთ ასაცმელი. ერთ კუთხეში ატასმელ ყველგანა. და გამოწერი რაღაცეები ყია. დასასმელთან ერთად. და ნუ ყველა ეხა ერთ ოთახში ალექსა ჩემს ნაკაც ცხოვრობდა ერთ წელს გადავიდა და იქ შემყარე რაც ამობდა და იქ ოთახში საერთოდ შევდივარ. დიდ სახლი მაქვს და მარტო ვარ თან და. ხო, აქციაზე ლაპარაკობ. დასევდიანდი. აი რომ ვიგებ რომ ვიღაცას თავისი სახლია. სევდიანო. ანუ სევდიანო შოლება მაჩუქეს, რავი. ჩემზე არ არის გაფორმებული, მაგრამ რა უშავს. სხვა შორის რამდენიმე წლის წინ მქონდა იმის ფანტაზია, რომ ოდესმე საკუთარი სახლი მექნება თქო რა. და რადგინა საკუთარი სახლი? მთელი ქვეყანაირი სოფლიო ეგრე ცხოვრობს, რომ ქიდით ქირაში ხდია. ანუ იცი რა არის? ეხლა მაგალითად ბოლოს ქირა რო გადავიხადე. მაგრამ ძვირია. ხო, ძვირია და შემდეგი ქირა რო უკვე სადაცა მოვა, წარმოდგენა არ მაქვს რითი უნდა გადავიხადო. აი მე დავსვი. აი მე კი ხდება მეგობრებო, ხანგარშის ნომერი იქნება, ეხლა მითითებული თავური ცხოთ ყველა მოსა. პატარა მაშკოს რო დავეხმაროთ ქირის. ქირის აგროვებაში თუ შეიძლება. კაიო, რო თემიდან თემას დავხტივართ. ბოლოს რა ვილაპარაკობდით? მე ბოლოს პოლიციელები ვარ გიგ. მე ვიმახს ყველაფერს ვიმახსოვრე, მე ყველაფერს ვიმახსოვრე და ასე კომენტარებში სახელი გვარებ მე რა მოვად რო აღარ ვიქნები პოლიტიკაში და ყველა სათით. ირმაინაშვილი რო იყო არ გახსოვთ? ვინც მე დედას მაგინებთო ყველას გიმახსოვრებთო. აი ერთ არჩევნებზე სხვა შორის ირმას მივეც ხმა ვიცოდი რომ ვერ გაიმარჯვებდა და ჩემი ხმა არ მინდოდა რომ რომელიმე სხვა არც არ მიმეცი არც კოცებისთვის ხმა არც ნაცებისთვის გაგიკვირდებათ. ანუ თუ კოცი არ ხარ ნაცი არ ხარ? არა. ეგ შეიძლება რომ შეიძლება საერთოდ? კი, აგერ ისა ერთი ხო, კარგი აღარ ვიტყვი აქ ცუდი სიტყვები წამოხსდება. ხო, ანუ აქციებზე და პოლიციელებს. ხო, პოლიციებს განაღება რთული არ არისო და რავი, არა. თუ სახებს ხანდახან მალავე ხოლმე, მაგრამ უტყდებათ, იმას ძალიან კაი ის ქონდა აქციაზე, არ ვიცი, მოიფიქრა პოსტერებით და ძალიან კაი წარწერები, ტექსტები ეწერა, ხელფასი როდის გეყავდა რაღაც ეგეთები პოლიციელო კანონია, კაცია, კაი ხუმრობ. ხო, მართლა ეგეთი კარგი პოსტერებით იდგნენ და ძალიან ანუ არ უყურებდნენ ესთები იდგნენ ტიპები, რავი, ფოტოებიც მაგ გადაღებული, ანუ ტელეფონებს ქროლავდნენ. კითხვა რო ყარებოდათ პრინციპში, არ იმუშავებდნენ ხა პოლიციაში.
და არსებობენ კარგი ადამიანებიც პოლიციაში, კი ბატონო, კაი გულის ადამიანები არსებობენ, მეთანხმები, მაგრამ სისტემას ვემსახურები და რეჟიმს, რავი, ვეღარ ხარ კაი ადამიანი, ძალიან კაი სპექტაკლი ვნახე ამასთან, ჭოლას ნუ მიადგებიან. იქ არის და ზუსტად ეს პერსონაჟია, რომელიც არის პოლიციაში მუშაობს და ყავს მეგობრები, რომლებიც აქტივისტები არიან და ძალიან კაი მეგობრები არიან. და ყველანაირად ეხმარება ეს. ბოლოს ის ციხეში ჩასვამენ ამის მეგობრებს და ნუ ეს ციხეში ეხმარება, მაგრამ ბოლოს საბჭოთა დროშა უჭირავს და ნუ ბოლომდე საბჭოე, ბოლომდე ცუდი კაცი გამოდგა ის პოლიცია. კეთილი გული არის ადამიანი, ბოლომდე ემსახურა რეჟიმს. ხო და ეგენიც ესე გამოდიან ახლა რა. რუსეთის მსახურები გამოდიან, რეჟიმის მსახურები, რაც არ უნდა კეთილი გული ქონდეს. რა მშობა აქვს, მაგას როგორი გული გაქვს. თავი რას აკეთებო? თავი შედეგი და არა ქმედება ჩემთვის ეს. ხო, აი მე მაგალითად ახლა პოლიციის უფრო მეშინია ვიდრე რაღაც კრიმინალებს. ხო, იმათ გააგებინებ რაღაცა შეიძლება დაგინდონ კიდე. აი ღამით ქუჩაში რომ მივიდოდეს რაღაცა. სახლი არა გაქვს. სახლი. ვერ ჩამოიტანეს. აი გუშინ სახლში რომ მივდიოდი გადავწყვეტ. არა. მე ვიღაცა რო ცინის ხოლმე რაღაც. ახლობელი აღმოჩნდება კრიმინალთან რაღაცა და შეიძლება დაგინდოს და ჩაგეხუტოს, მაგრამ ამათ ახლობელი კი აგეჭები რაც დავები არიან და რეჟიმს ვიკეთებენ ჯერ. შეგველოთ ჩემით არა ახლა ხერხული ოჯახის ამბებს ვებოქო. ხო, არა, იმის თქმა მინდოდა, რომ აი სახლში მივდიოდი, ფეხით წასვლა გადავწყვიტე და გზად შემხვდა გაჩერებული რაღაც მანქანა, პოლიციის მანქანა, პოლიციელები, რაღაცა და აი შემეშინდა. მუსიკა დავაპაუზე და ისე გავიარე და ისე წავედი და კრიმინალ დაუბრა აქვთ, მართლა. ხო, არ ვიცი რა. აი ის შეგრძნება არ მაქვს, რომ რაღაცა ღამე კი არა, დღისით არ მაქვს ეგ შეგრძნება უკვე, რომ აი ქუჩაში რომ მივდივარ და რაღაც სულ ფიქრობ იმაზე, რომ რამე რომ მოხდეს, რავი, სად უნდა დავრეკო, ჩემს დასთან. ხო, იმასთან ფიქრია, ვის შეიძლება დავრეკო, მართლა, პოლიციაში ვერ დავრეკავ. რა აზრი აქვს? მოვლე ხელს მოგაწენებენ, ვიყავით თუ წავლენ, ეგრე აკეთებენ წლებია, ისე ეხა მიხვდა ეს ხალხი პროსტა რომ არ აყავს პოლიცია. მართლა, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი. ჩემი მეგობრებისგანაც და პირადად მეც რომ დამჭირდა, ერთხელ ძალიან ცუდი ამბავი დავემართ არ მოყვები რაც და ტელეფონი დავიტოვებ თუ წავიკითხოთ, რომ მეგობარი გადამიცვა. დაუტოვე რა ორი კვირით და აღარ დამიბრუნეს მე დაალომბარდა ჩემი ტელეფონი. ურეკე გამომძებოს არ მომცვა და ეხლა რა გავქნა. არის სად ვუჩივლო? პოლიციაში რო ვუჩივლე. ხო, ვერ ვუჩივლე, სასამართლოში ვეღარ ვუჩივლე მე. თორე ვაპირებდი არც დრო მქონდა, მაშინ და არც განწყობა ეხ ძალიან ცუდი ამბავი იყო და ჩემი ტელეფონი დაიდო და ჩვენი კიდე ერთი მეგობრის ტელეფონი და ეგრე დაალო. მე გავიგეთ რამდენიმე თვეში დაალომბარდა და 1-500 ტელეფონი და პოლიციასთან მე გავუშვეს ისთან სამსახურიდან. საბოლოოდ აიყვანეს ისე მე არ ვიცი. არ მომიკითხოს პილია, მაგრამ დაალომბარდა 300 თუ 400 ტელეფონი რა ტიპმა პოლიციის თანამშრომელმა. ტელეფონი რო დავკარგო, მაგას მირჩევნია რომ სახლი დავკარგო. არა, მე ყველაფერი მაგ. რა ფოტოები წამშლია, 8 ტერაბაიტის ფოტოები მაქვს წაშლილი, მაგრამ ბექაპი მქონდა. მარტო ფოტოების გამო არა, პრინციპში მე ფოტოები არც მაქვს. რავი, ნახო, ახლა შენი თუ უნდათ ნახო. არა, ყველაფერი ტელეფონში მაქვს. ხო, ეხა აი იმას რა ლაპარაკობდნენ, მაგაზე დავფიქრდი რა. მე და ჩემი და ქალი თანამებრძოლი, ძირითადად ესე დუეტში დავდივართ ხოლმე აქციებზე და აი სულ რო ვუყურებდით ხოლმე რაღაც მომენტში, ჩვენც ხო გვინდოდა რომ რაღაცა გადაგვეღო ან რაღაც და საბოლოოდ ვერაფერს ვერ ვიღებდით საშინლადან რაღაც. მაგრამ აი ჟურნალისტები რო არიან, ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები, იქ რო ხართ, აი სადაც რა ვიცი, ყველაფერი სადაც ხდება, აი ჩვენ რო გავრბივართ. ანუ თვალები არიან, მე კიდე ეგრე არა ვარ, ეგეთი დიდი ვალდებულება არა მაქვს რა. რო არ მოგება არა ყოფილი. არ მე მინახავს, რავი, პირდაპირ ეთერშიც რო ჟურნალისტი ლაპარაკობდა და უცებ ხმა გაუწყდა, ვეღარ ლაპარაკობდა. ხო, მაკას უკისელი მოტეხეს კინაღა, მაკა ხო, მაკა იყო ის გოგო. მე სახელებს ვერ ვიმახსოვრ. მეც არ ვიცნობ მეგოს. ხო, სასამართლოები კიდე ცალკე უბედურებაა. ანუ არაფრის გამო, რავი, მუშაობთ ხალხი დავდივართ. 10000 ლარი ჯარიმა რატო უნდა გქონდეს, ხო არიც არც მე არ ვიცი. გვიწერენ ეს ჯარიმას ეგონება შეგაშინებენ. ხო, მაგრამ 1000 ლარს ვერ გადავგა, უნდა ამიჭირო რა ვქნა, ხებზე მიდია. ვერც ვერ გადაიხდე. ხო, მე გამიუქმეს მიუტანე პეიჯი და არ ვიცი, მეგობრები ქოც მეძახდნენ, მე მეღადავებოდნენ, მაგრამ რა ყველაფერი მიუტანებ სამსახურის ცნობა, აი საერთოდ ყველაფერი პეიჯი და ასე შემდეგ. და გაგიუქმეს უბრალოდ. გამიუქმეს, ხო, გაფრთხილებაც არ მომწეს, დამიკიდეს. მეწყინა. ხურო არ მეწყია.
საოცარი კამერები აქვს თვითონ დაყენებული. იქ ხო ნახე მაგალითად ჩემ მასალა რომ მომწეს ტელეფონში რასაც აკეთებ ყველაფერი ჩანს და ეს არ შეიძლება პირად ინფორმაციის გავრცელება ანუ რა მშობა გვინს ის იქნებ რავი შეყვარებული რამეს მიგზავნის ისეც როცა არ მინდა რომ ნახო ტექსტებს ანუ გოგო კითხულობდა რაღაცას ანუ კონსპექტები ქონდა რა სტუდენტი იყო შკაც და ეგ მოაახლოვეს და წაიკითხეს რას კითხულობდა თლიანი კამერა ვიდეო მომწეს მე ჩემ ადვოკატს რომ მივეცი ესენი ვიღაც უზის მაგ კამერებს ხო უეჭველე ხო თავისი ხოვერი ზავს არა ძალიან ჭკვიანია შეიძლება თვითონაც შვება არ ვიცი ეგ და ესენი რენდომად წერდნენ ჯარიმს ეხა არ ვიცი წე მაგ მგონი შეჩერებული აღარ წერენ ქუჩის გადაკეტა ეხა რაღაც წერენ იჭერენ პირდაპირ მაგრამ ხო ეხა 15 დღით თუ რაღაცა ხო პირველ გაჩნია რომ რამდენად ეზიზღებათ ან ზიზღირო ამდენ ქვეყანაში ადამიანებს შორის რის გამო ოღონდ რომ ვერ ხვდებიან რატო არ მეზღებიან რა მეწოდებიან დედას ფიცო მაგათ გულწრფელად ან შეიძლება გეზღებოდეს ადამიანი რა თუ რუსეთის საქმეს აკეთებს გავიგე ვერ ხვდება მაგრამ თუ გააზრებულად აკეთებს კი ისე არის ხო ნახე გააზრებულია თუ არა ვერაზროვნებ ეხა იქ ვინც განა ვერაზროვნებ ეგ ხო ჰედებიც ნახე ერევათ ამათ ქვეყნის პერიოდიდან ნუ ქრისტიანობას ამბობენ ნუ გიყვარდეს პერიოდი ხო პერიოდი ჩემი პირადი შეიძლება არ მეზღება ჩემი პირადი მტრებდა და აღვიქვა მაგალითად არ ვიცი ვინ არის ჩემი პირადი მტრები არ ამყავს და ქვეყნის მტრები ერევათ ხოლმე რომ უნდა უყვარდეს და შეიყვარდეს პირდაპირ რუსები თან ისე კარგად მუშაობს ეს რუსული პროპაგანდა ისე კარგად მუშაობს აი არ ვიცი ნეტა რამე მუშაობდა ეგ და თბილისის პარკინგი მანქანებს გადაყვანა აი ეგრე რომ მუშაობდეს ქვეყანას ორი წამი არ გაგაყენებენ სუდად კი ანუ არ ვიცი ესენიც რაღაცნაირად ახერხებენ რომ ანუ აი მაინც შევალთ ევროპაში და ანუ რაღაცნაირად შეხვალ ევროპაში ხო ანუ რუსეთში ხარ უკვე მაღაზიაში შედან რუსული პროდუქტი არის გადატენილი აი რუსული პროდუქტის კიდე არ არის ისეთი ის რა აი ბაზარი გვაქვს ხა ეკონომიკა მაგაზე ვარ დამოკიდებული და ხო ან წერზე ხარ დამოკიდებული რომ გაჭმევს გასმევს და გათბობს ძალიან რთული სიტუაცია არის ქვეყანაში ხო და მაგას ვამბობ ქვეყნის მტრები ეშლებათ და ნუ მართლა ქვეყნის მტრები ხა ვინ რუსებს კი არ ვერჩი კაცო ძალიან კაი ხალხია ზოგი გავიცანი ბარში ასე შემდეგ არ არიან ცუდი მაინც ზემოდან იყურებიან საბოლოო ჯამში დავამუღამე რაღაცა აქვს შიგნით სამწუხაროდ მაგათთვის აი შე რომ ამბობ რომ ის მეცოდება აი მაგაზე მაქვს ხოლმე ეგეთი აი რა ვქნა არ შეველია ეს ბოროტე ვერ გამაბოროტებენ მე ნახე რომ გაბოროტები იმაცემ მსგავსები და აი ზუსტად ეგ არის რომ ანუ ჰოლივუდური ფილმები ეგ არის და სიყვარული და სიკეთე უნდა აკეთო მაგდამ მიყვარს ეს ამერიკა ასე თუ ისე ამერიკა და არ მიყვარს მიყვარს მაგრამ აი ცხოვრებით ევროპა მირჩენია მეც ევროპული ცხოვრება მირჩენია უფრო მეტად დაფსებული ხარ უფრო მეტად ადამიანად გრძნობ თავს ძალიან მევასება ზაზა ოსმანოვი ხალხო მეცნიერია ესეთი ფიზიკოსი ქართველი სოფლიოში ერთ-ერთი სადაც რამე ზაზას ვიდეო დადებულა ყველაფერი მაქვს ნანახი და რამდენიმე ვიდეოა რომელიც 1-4 მაქვს ნანახი დიდი ლექციები თავისუფალ უნივერსიტეტში კითხავს ხო და იმ დროს გავიცანი ვიღაც კაცი ფიზიკოსი ზაზა აქციაზე მამეთქი როგორ დაიმთხო სახელი ძალიან ბევრი ველაპარაკე რაღაც კოსმოსზე ძალიან ვარს კოსმოსი და დავშვიდობი ამ ზაზას და მე ჩემი მეგობარი იყო იქ პატრიცებული ნიკოლოზი და ნიკაბეთი ეს კაცი ვინო და ოსმანოვი იყო მე რა ვიცი ანუ პირბად ეკეთა მაშინ ჯერ არ იყო ძალიან ქუდი ეხურა და ვერ ვიცი როგორ ძალიან გავიტყდა და მაგის ფერი ვეღარ ვნახე არ იყო საქართველოს ხე ჩამოვიდა მეგონა და იქ გამოვიდეს ძალიან გავიტყდა ძალიან მეწდა რომ ზაზა ოსმოს ველაპარაკე ამდენი ხარი კაცი ძალიან მევასება და ვერ ვიცარი. და ამ დროს მე დვალი ვუხსენე და ოსმანოვი რატომაც არ ვახსენე. რო გეხსენებინა ნეტა რამეს გეტყოდა? მე ვარო გეტყოდა? კი აბა ეს სანდა. ზაზაც ფიზიკოსია, ეს ჩემი მეგობარი. ც არის ამ ხან ფიზიკოსი კაცი. ძალიან მაინტერესებს კოსმოსი არ გაინტერესებს საიდან მოვდივარ. საიდან მოვდივარ? ხო რა რატო არსებობ? მე რა ვიჯეკ რო ვიცოდი აგერიცება. რა ვითმა რო გაიშალა წაღან მეთქი. და შილო. რა მეგე საიდან მოვდი მე ანუ ბავშვობაში ვსავდი ხომ ამ კითხვას ძალიან ხშირად რომ ანუ ეს დიდი აფეთქება რა არაფერი არ იყო აფეთქდა და რაღაცა მე გაჩნდა რაღაცები და თან რა აფეთქდა და ვიღაცა მიპასუხა რომ ჩანგალი წარმოიდგინე რომ იყო და აფეთქდაო და ძალიან დიდხანს მეჯერა რომ ჩანგალი აფეთქდა ოღონდ პატარა ვიყავი ძალიან არა უშოს ჩანგალი რატო იქიდო ალბათ ალბათ ჩანგალი არა მატერია და ხას იწელება აი მიქაელს უყურებს ხოლმე იწელება და კიდე მოძრაობაშია გაფართოების პერიოდში როგორც მე ვიდეოებიდან შევიტყვე და მეცნიერების მოსმენით და ფართოვდება და შეზოდიაქოებზე ხო ზოდიაქოებზე ვაკეთებდი ხალხო ვიდეოებს ხო აი კიდე მაგას ვერთობოდი რა დებილობებს ვაკეთებდი დიდად ზოდიაქო მაინტერესებს კი საინტერესოა მაგრამ როგორც მეცნიერება მასე არ უყურებ ასტროფიზიკას ცოტათი მაინც გჯერა? ცოტათი მჯერა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სად დაიბადე, როგორ დაიბადე, ვინ ახარ ვარსკვლავები ახდენენ ალბათ გავლენას, აინშტაინი ამბობდა ეს ხელს ვაწეო იუპიტერზე გავლენას ახდენენ თუ რაღაცა ეგეთი, არ მახსოვს კარგად. მინდა რომ ჭკვიანი გამოვჩნდა არა ვარ და
ხო და დოდამ ზარას რაღაცები მოიგონა. მე დაგიჯერებ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ მე ყველაფერს ყოლები არ შემიძლია ზედმეტად არა ვარ მატყუა, ის არ შემიძლია. ხო და ზოდიაქოს ვაკეთებდი, რომ საკალ ნახვები ხონდა TikTok-ზე ხალხს მოცლილებს მეტი რა ქონდა. უყურებდნენ თან მეგობრები ერთხელ ჩემი მხატვარი მეგობარი ძალიან კარგი მხატვარია დავიბარე მე რაღაც მხატვრობაზე ვიდეო გადავიღოთ ეს ვიდეოს ვაკეთე ხომ პატარა ერთ წუთიან ინტერვიუს ხო და ზოდიაქოს კითხე და ყველას დაბადების დღე რატომღაც იცოდა ამან ჩემი არ იყოს სამწუხაროდ ჩემზე მეტი დაბადების დღე იცის ხო და ბიჭო კარგად ჩაომიყალება ეს იმას მთვარეო აქ აყავსო ზე აქ აყავსო მარსი აქ აყავსო მეთქი რატო იცი და მე ვალაპარაკეთ თითო ზოდიაქოს ძალიან პატარა ვიდეოები და ისე კარგად ჩამოყალიბდა თან მეტყობა ჩემი განსხვავებით ბევრად კაი აქ და აზრებსაც კარგად პოულობს ხოლმე და სიტყვებს და ძალიან გავარდა რა ეს ვიდეოები გავარდა მე ნენა და ვდებდი ესე კვირაში რა 3-4 და ყველა დალაიქებული მაქვს სხვადასხვა ხო მე კი არ მჯერა მაგრამ მაინც ვუსმენ ხოლმე ზოდიაქოებს რაღაცები რომ ხდება შენ და პუტინი სასწორები ანუ მახსენებ მაგას ანუ სულ ველოდები ხოლმე რომ აი სასწორი ახსენონ სასწორი კიდევ ემინემი მიყვარს ძალიან ბავშვი ემინემი მეც მიყვარს ერთ-ერთი რეპერი რომელიც მე ვასწავლე ჰიპ-ჰოპი არ მიყვარს ოპერა მიყვარს ამ ბოლოს მორიელს პრო გავარ ყველაზე მეტად. ამან კეთილ მორიელს. შურის ძებაც გამიკეთებია, მაგრამ ისე რომ საყვარლად, კეთილად. რომ მეხვედრებიან ახლა რა დააშავე და მსხვილ. ჩემს ზოდიაქოზე მე მარტო ის ვიცი. არიან манипуляტორებიო, არიან დიპლომატები, კარგიო, სხვათა შორის მე. ხო და ზოდიაქოების არ გჯერაო და იცი რა ჩემს არ თაგჯერავს, მაგრამ იმდენად კაი რჩევებს გაძლევენ იქ. ვიღაც ასტროლოგები ამ სასიამოვნოა და გამშვიდებს რაღაცა და წყნარდები აი ნახე ამიტომ ყოფილა და აბრალე ფილმს შენ სასწორს რაღაც ცუდნიშს არ არის კარგი საერთოდ არ არის კარგი მოლოდინო დამიჯერებინა სასწორს არასდროს არაფერი არ იცი ძირითადად ნახე ყველა პოპულარული ზოდიაქოები არის არ ვიცი რატომ არა ნუ ვერძებ ძალიან პოპულარულია ლომი ცუდი მხრით არის პოპულარული არ მოწონს ბევრ ასტროლოგს წესით და მორიელები არის ყველაზე პოპულარული და ლომებიც არიან კი და ლომებს გონიათ რომ ძალიან თესლია მაგრამ და თან მე რაზე მეშლება ხოლმე კიდე ნერვები რა აი ვიდეოს ვუყურებ ზოდიაქოს ლაპარაკობს რაღაცა ეს ჩამოთვლის მთელი მას რომ აი რაღაც საუკეთესო თვე ექნება საუკეთესო წელი ექნება ან რაღაც და დასაწყისში ანუ არ ამბობს რა მიწევს რომ ბოლომდე ვუსმინო ან გადავახვიო ან არ ვიცი ანუ არც აღწერაში წერია არსად არ ამბობს ამას და ჩამოთვლის ყველაფერს და ბოლოში ამბობს რაღაც ლომი ან ვერძი ან რა ვიცი ხო რაღაც სხვას მიწევს რომ ყვილად მოусმინო მე მეშლება ნერვები რატო არაფერი არ ხდება სასწორზე სასწორზე ის არაფერი არ ხდება მე მიდევს რამე მეც მეგონი ასტროლოგები მე მგონი შენც არ გიდებს ჯუნახეს ასტროლოგები თუ ასტრონავტები I'm astrophysicist როგორც რო ჩამიგდე და I am Gemini-ო. ასტროფიზიკოსი ვარ და მე სასწორს ვისავარ ყუპები ვარ. ხა და ვერთობოდი რა დევლოპს ვაკეთებდი, ჩემს სამსახური მქონდა შეკვეთებზე დღემდე მუშაობ, მაგრამ აქცია რო დაიწყო, ახლა რა ქვეყანაში პარლამენტს რამის ცეცხლი ეკიდა და მე ხსოვდიაქო აი დღეს თქვენ გარეთ არ უნდა გახვიდეთ და ეგეთ ვიდეოები და ძალიან სასცილო იყო და ამიტომ თავის ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი. რომ არც ჩემ ნამუშევრებს აღარ ვდებდი, რაღაცა აღარც ვიღებდი სიმართლე გითხრა, ძალიან ბევრ შეკვეთა გავაუქმე, ბლომად ფულიც დავკარგე. იმიტომ ორი თვე არაფერს არ ვიღებდი, ანუ განწყობა არ მქონდა, ვაფშე მეზარებოდა ხა ქალაქი აღარ ცეცხლობდა, მე ხა გადავიღო რაღაცა რეკლამა, როგორ რა კარგი მაზია ხელის კრემი დაუშვათ. ხო და ანუ არ ვმუშაობდი და მე მივხვდი რომ ფული საჭიროა deep state მართლა კი არ გვირიცხავს. ისევ დავიწყე მე შეკვეთები, რა თქმა უნდა, აგერ მიქაელს მეხმარება ხოლმე ხანსაც წამიყვანა და ანუ ეხმარებდეს მეგობრები ერთმანეთს. შეკვეთებზე ვმუშაობ, კოცურ ბიზნესებზე რავი არ გადამიღია, მაგრამ ეს ძალიან სასაცილო იყო ის თამარ გვერდწითელის კონცერტის გადაღებაზე რომ დამირეკეს ძალიან გამეცინა. ხალ რავი პუტინს უმღერის წელი ცხოვრება და ჩამოვიდა აქ და მე მეთქი ჩემი ინსტაგრამი ნანახი გაქვთ უკაცრავად მეთქი რავი იყოს არ მინდა მადლობა. მაგრამ მე ვინანე ძალიან ძვირი უნდა გამომერცმია და მაგრამ არა უარი უთხარა თქმა უნდა ეგრევე. ხო და ეხა რავი მე ძალიან მიყვარს იმ ფოტოგრაფების და იმ ინფლუენსერების ვინც რავი ძალიან ბედნიერად ხედავს ამ ინსტაგრამზე, TikTok-ზე რო შედიხარ და რაღაცა ძალიან ლამაზი ფიდი აქვს. მეც სიამოვნებთ მექნებოდა იგივე. მაგრამ არ ხდება ეს ქვეყანაში და იტყუებს ეს აფერისტი ხარ და ეს აფერისტების ყურება მე არ მოყვარს. არც მოსმენ. რანაც შეიძლება იყოს ყველაფერი ბედნო. გავიგე მუშაობ ბაზარი არა, მაგრამ ერთი რაღაცა მაინც თორე გადაიღოს კაც პირიქით უნდა იმუშაო და ფული აკეთოს. კოცურ ბიზნეს გააშუქოს თუნდაც არც მაგას მაქვს პრობლემა საერთოდ. იმიტომ რომ ხა ფულია ისეთი ამბავია, გჭირდება ყველას და ჭამით როგორ ახართ გიყვართ ჭამა? ძალიან. შენ ეხლა ოპერაცია გაიკეთე და რა შეჭამბებს? ოპერაცია ვერ ჭამ საერთოდ.
ვიცი, ხო, ჩემი გოგონაც გაიგეთა. ნახევარ მოხარშულ კვერცხს შეჭამს და აი მე ცუდათავ. ამდენი უჭარ. კი, ძალიან. გაიგეთ შეძბარიატრი. ეს რომ მივხვდე რომ ეხო. შეიმდეს ჭამს, მაგდოს რო ჭამდე მე შენ ხელა ვიქნებ. ჭამის დროს რო ხვდები. დავაბულიგე. უცებ. ჭამის დროს რო ხვდები ხოლმე რომ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ რო ხედავ რომ კიდე არის დარჩენილი და თან ცოტა. ბარემ მეზიზღება ჭამა ხალხო. ანუ მეზარება, აი როგორ სიამოვნებთ ჭამის. აი საჭმლის კეთებით როგორ იღებენ სიამოვნებას, მაგას ვერ ხვდები. სამზარეულოში ყოფნა არის ჩემთვის ანჯვა. აი, შეყვარებულს ხდება მომზადო და სიამოვნებთ და სიამოვნებთ. მე სიამოვნებს ხოლმე რაღაც აი ცუდად თუ ვარ, ნერვები თუ მაქვს მოშლილი ან მოწყენილი ვარ. მაგ დროს ჭურჭლის რეცხვა მიყვარს. კი, აი. ეგეც ჭურჭლის რეცხვაზე ამ დროს არ მოშლი არასოდეს და იმდენ ჭურჭელება. გასარეცხი. ბევრი ჭურჭელი. ნერვები თუ გაგმოშლი, დამბრძანდი. ფოტოგრაფიას დაუბრუნდეთ, მოდი ვილაპარაკოთ ცოტა ჩემს საქმიანობაზე. სარგინდათ, ხელოვნება არის ფოტოგრაფია ჩემთვის ძალიან მიყვარს. ამ საქმეზე მეტად არაფერი არ მიყვარს. არაფერი არ მაძლევს იმ ხასიამოვნებას, რაც ფოტოების ან ვიდეოების გადაღება. ან ყველაფერს გულისხმობ. სექსსაც მათ შორის. სექსზე ვარ რომ მითხრან, საერთოდ არ მწყის, მაგრამ ფოტოებზე რომ მითხრან, მაგრამ მწყის. ეგ დავამოყავ. შემიძლია ადამიანს ცხოვრებიდან წავშალოს ამუდამოდ. ვიღაცას მიმიწერია და უარი რო უთქვამთ, ანუ მე თქვი დებილი ხარ ჯერ მაგას ბოდიში, მაგრამ ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ კარგი სურათები ყველას გვინდა. მაგრამ მე დავამოყავ მეცი რა, ბევრ ადამიანს რაც არ უნდა ლამაზი იყოს, მაგრამ ადამიანი ყველა ლამაზია. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. რაც არ უნდა ლამაზი იყოს და ფოტოგენურს ვიტყვი ამ შემთხვევაში, მაინც ძალიან ბევრი დაკომპლექსებული ადამიანი და უცხო ადამიანთან უტყდება და ეგ მივხვდი რომ არ უნდა გავუპრასდები მაგაზე. მაგრამ მაინც ვპრასდები. აი თუ ჩაგვანაცვლებს ნეტა ფოტოგრაფებს ეგ მაინდა ეს, მაგრამ ვერ ჩაგვანაცვლებს. იმას ხო რაღაც უნდა მიეწოდო რომ სელფს მისცემ და სადაც გინდა, რასაც გინდა იმას იზამ. არა, ცვლის სახეს. კი და უკეთესობისკენ. მაგრამ ის ამბავია რომ მაინც გულწრფელობას და რეალურ ემოციებს ასახავს ფოტოები და აი მაგას რა აზრი აქვს ახლა ვის ვატყუებს აქ თავს ვატყუებ. აი გრაფიკულ დიზაინერებზე ვერ ვიტყოდი მაგას ოღონდ მე მგონი ძალიან ანაცვლებს უკვე. ანიმაციასაც ანაცვლებს, ვიდეოებს აკეთებს იდეალურად. ვერ ჩაანაცვლებს ვერავის და ვერაფერს ჩემი აზრით. ძალიან გასავითარებელი არის ყველაფერში. ძალიან არ არის. არა, მუსიკებს მიკეთებს, რა, საერთოდ არ მინდა არავის მუსიკა ვაწყობინებ. ჩემი მეკეთებულ მუსიკას ვადევნებ საკუთარ ვიდეოებს. ქართული სიმღერები ორკესტრად გადავაკეთებინე, კლასიკურ სიმფონიებად ისე კარგად გააკეთა. მოდი აბა, მომავალს გაუმარჯოს ჩვენი სამყაროსი და ქვეყნის და გაუმარჯოს. ევროკავშირში დაგველიოს აწი. საქართველოსთან მოვა. არ მინდა გაქცევა კაცო. ეს ჩაი არის უგემრიელესი ხალხო მართლა. ეს ამის გარდა საჭმელად დავლიო თქვენი პოდკასტის გარდა. ლადო ბაივალიკოში შეგიძლიათ მოხვიდეთ არაჩვეულებრივ ნეიქიდ ჭაჭას დალებთ. ძალიან გემრიელია ყველა. ეს რისი გემოა? არ წამიკითხავს და ანუ ეს არის მაკადამია. რა არის მაკადამია ხალხო? მაკადამია. მაკადამია. მივხვდი მაკადამია, მაგრამ სითხეა მაკასინამია. ხო, კიდე არის. ჩაი. კიდე არის როზმარინის და მარწყვი და ძალიან გემრიელია. როზმარინი და მარწყვი გადავა, მარწყვი რა გემრიელი ხე. ხო, მივხვდი, მაგრამ ძალიან გემრიელი ხე მარწყვი. ჭაჭასავერი მიყვარს ძალიან. მართლა მაგას ვახო, ეგ მათრობს, გემოც მე, მაგრამ ევასება. ბაღოთ ბარებში არ აკეთებს ეს დავდივარ ხოლმე და ჩუმად მიკეთებ ხოლმე ბარმენები. ადრე ვიყავით, მე მგონი ახალი გახსნილი იყო. აქ იყო აი ზუსტად აქ იდგა დივანი, მახსოვს მე ჩემი გოგა აქ ვიყავით, აქ იყო ბარი. დავდიე ძალიან გავერთეთ, იქეთ მუსიკა იყო, ცოტა წავიცეკვეთ, მაგრამ ელექტრომუსიკა. ხაც ყავთ ხოლმე. არასკევი შაბათი კვირა არის ხოლმე ივენთები, ძალიან კარგები. და სხვა დღეებში არის განსხვავებული სიტუაცია, ცოტა რა, უფრო ჩილ არის. დიდი, კი. თან ძალიან ლამაზი გარემოა, ძალიან კარგი სტაფი ყავთ. ამის საინტერესო ისტორიები ვერაფერი მოგიყევით. დიდად ისტორიას მოყოლაში არ ვარ კი ვარ. უფრო იქ უნდა ყოფილიყავით ხოლმე, ეგრე რა, უფრო ვიღებ ხოლმე, კარგად ვიდრე, აუ რა, მაგრამ შევიქეთა. ისტორიებს გადმოცემ უფრო გადაღებით ვიდრე. გადაღებით ხო ეხ დავიწყე რაღაც ეს ვიდეოს ვიღებ ხომ, მაგრამ ის მაქვს ინსტა 360 მაქვს და ძალიან ვერთობი, ხარზე მიდია, დავდივარ და ხალხს ველაპარაკ, ისევ აქციებზე სამწუხაროდ, მაგრამ ხო და თამაშის ის გაუკეთე რა რაღაც გადაობა, თომ თამაში ვარ და ძალიან ისეთ ვიზუალურად ისე გავს, რომ თამაში დადის კაცი ვიღაცა კამერით და ძალიან სასწაული. ძალიან მომწონს ეგ კამერა, მაგ კამერით გადაღებული ვიდეოები ყველა მომწონს. მეც ძალიან პოპულარული ხდება ახლა ინსტა 360 და გახდა მე მგონი არც ერთი მოგზაური აღარ არის მაგის garaშე თითქმის. ლამაზები გამოდის თან რაღაცნაირად სხვანაირი იმით რა. დღის იღებს ძალიან კაი ხარისხს.
ღამე უჭირს მე მაქვს X4, მაგრამ X5 გამოვიდა ეხა ბოლო და X5 ძაღაევა. ეხა ვფიქრობ ეს გავყიდო და ის ვიყიდო. ვინმე სხვა გინათ X4 1400 ლარად მოვყიდეთ. მან 300-ად. მე ჯერ ქრის შესაგროვებელი და მე დაგიკავშირდება რა. და ძალიან ისე უფრთხილები და რაღაცა ორი თვერაც მაქვს. ზუმერის გარანტია მოყვება. ხო და რა ვიცი, ჩემი ცხოვრება ეხ შედგება აქციებით სამწუხაროდ. საერთოდ არ მინდა მაგის გადაღება, მაგრამ სხვანაირ ვერ ხვდები რა უნდა ვაკეთო რა. ვერ ვიცხოვრებ ისე ლალა და ბედნიერად. გული ესე თქვა სხვა ხო, რაღაცა. რა შეიძლება ვაკეთო სხვა რაღაცა. ვერ ხვდები რა. ან რაღაცა უნდა ვაკეთო, შეიძლება ეხლა სახში ვიყო სულ საქმე ვაკეთო, ქვეყნისთვის ასიკეთო და იმ პოლიციელებისთვისაც თუნდაც იმ პარლამენტარებისთვისაც ვისაც ეხლა გონია რომ საქართველოს ემსახურება, მაგრამ ვერ ემსახურება ჩემი გადმოსახელი და საერთაშორისო მაგ დამთავრებული ბაკალავრი და ჟურნალისტიკა მეორე მაგისტრატურა. რა დებილი ბიჭი არა ვარ, ესე კი მეტყობა რომ სახეზე თლა დებილი არ ვარ. ხუმრობ. ხო და რაღა ვიღაცა მე 10 კლასელი ბიჭი რომ მიდგას იქ და კანონებზე მელაპარაკება პოლიციელის ფორმით ძალიან უხერხულია და ძალიან შეურაცხყოფილად გვეძებ მე თავს პირველ რიგში და ის ჩემზეც მეტად შეურაცხყოფილია იმას რომ პოლიციელის ტანსწრაფელი ჩააცვა, იმიტომ რომ რაღაც ატყუებენ იმ ბავშვს. ბავშვობა და მართლა ბავშვებია 18 წლის ბიჭები დგანან იქ და გოგოები არ დგანან რატომღაც სექსისტები არიან. პოლიცია კი. რა ყავს ხალი პოლიცია რამდენი არის? ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ძალიან არა აქციაზე არიან, არ დადიან, თორე ისე არიან კი შემოვიდო ჩემი თერას. ვიცი, ერთი ქალი დადიოდა ხოლმე შარშან წინ აქციებზე, ანუ სულ აქციებზე ვლაპარაკობ, მეგობი, ანუ სადმე რომ მივდივართ პოლიტიკაზე და ვიღაცა მე მგონი არც არაფერზე არ ვლაპარაკობთ ზოგადად ისედაც. ყველა გზამანდ მიდის ხოლმე, რადგან არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, ბოლოს მაინც აქციებზე ვლაპარაკობთ. პოლიტიკური ვარო, მეუბნებია ხო. მე და ჩემი მეგობრები 3-4 დღით გავედით ქალაქგარეთ დასასვენად. მაგრად დავისვენეთ ხო? მაგრად დავისვენეთ, ჩვენი ლაპარაკი რაღაცა იჭორაობა გვინდოდა იქ გართობა რაღაცა დასვენება, ანუ სულ ტრიალებდა ამ ამბებში მაინც აკვირა. მაგას გულისხმობ მეც რა, რომ ანუ რაზეც არ უნდა დაიწყო ლაპარაკი, ბოლოს მაინც მანდ მიდიხარ, იმიტომ რომ ხო, ბავშვზე ვერ ლაპარაკობ რა, მაინც და ეხლა რავი, ბარებსა და დავდივართ, ყველგან აქციის ხალხი მოხდება, ვესალმებით ერთად სამ ჭამ. მე რა ვიცი, ცოცხალი ისეთი დიდი კოცი არც მინახავს ახლოდან მგონი არავინ. ანუ ბარებში და აქციებზე დადიხარ? ძირითადად რა სახლში რა გარეთაც ფოტოებსაც ვუღებ ხოლმე მოდელობს აგერ ბიჭი და სახლში ახლა სახლიც გააქვს. სახლი მაქვს ხოლმე და თან განათებები მაქვს და რაღაც მეგობრებს ფოტოსესიებს ვაკეთებ ხოლმე სახლში. ხო, მოკლედ ჩვენ მისალმება დამშვიდობება და ეგეთ რაღაცები არ გვაქვს, იმიტომ რომ მე არ მეყვარს არც მისალმება, უფრო დამშვიდობება. ხო, პირდაპირ ვიშლებთ ხო. თუ არ მოგეწონათ ვიდეო, გამოგვიწერეთ. მეც ისავარ, ამდაბალი კაცი ვარ. მე ვის რაში ვაღელვებ, ერთი ვიღაცა დებილი ფოტოგრაფი დადის აქციებს იღებს და აი რა თქონდათ, აი რაში ვაღელვებ, მე ვინ მომისმენს. ეხა უნდა ხო ეს დამიცვა. ეგეთ ფოტოებს რო იღებთ, ასეთ მნიშვნელოვან რაღაცას რო იღებთ, ზუსტად მაგიტომ მოგისმენს ხალხი. ვიცი, აბა, ხო. გამოფენა მქონდა სტრასბურგში, მართლა ეს უნდა მოვიყვეთ. მე დაემშვიდობეთ. პირველი გამოფენა მქონდა პირადი სტრასბურგში და ძალიან ბედნიერი ვარ მაგ ფაქტით. ასევე ისევ მადლობა ხიდებს და მადლობა კაბატონ ნანუკას ჯორჯოლიას. აქციის ფოტოები იყო, ის შერო დამამატე მაგის გამო არა, ეგენი არ იყო. ხო, აქციის ფოტოები იყო სხვადასხვა სიტუაციებში. არა, როგორ ყოველდღე აქამდე დამატებული, ახლა აქციის ფოტოების გამო დამატებდი. ბევრი დამატებული მაგის გამო და ძალიან ბევრი წერს ხო ხან მადლობებს წერს, ძალიან უხერხულობა ხო, მე რას ვაკეთებ, ყველაფერს უნდა გააკეთოს. მე სად არიან ჩემი მეგობარი ფოტოგრაფები აგერ ზის იქ. ხახ თუ გინდათ რომ უკეთეს და უკეთეს ვიდეოები ნახოთ, გამოიწერეთ და subscribe-ეთ, გააქტიურეთ ზარეწილაკი და სამ დღეში დაელოდეთ ბედნიერ მომენტებს. ეგ ბოლო ამოჭრებით.